მოხდა სასწაული თქვენმა ახალმა მეგობარმა შეხვედრა გთხოვათ. თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ ამ დღეზე, მაგრამ აჩქარება და ფაციფუცი დიდად ვერ წაგადგენთ. აუცილებლად სრულყოფილად უნდა იყოთ შეიარაღებული, რადგან პირველ პაემაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მოემზადეთ იმისათვის, რათა ის არ იქცეს უკანასკნელ შეხვედრად. პაემაზე წამსვლელებს სტუდია მაესტრო გთავაზობთ ტელერეცეპტს. პირველი. არასოდეს წახვიდეთ პაემაზე პირდაპირ სამსახურიდან. აუცილებლად გამონახეთ დრო, რათა მირბინოთ სახლში, მიიღოთ შხაპი და გამოიცვალოთ ტანსაცმელი. მეორე. ტანსაცმლის შერჩევისას ნუეცდებით გამოიყურებოდეთ უფრო ექსტრავაგანტულად, ვიდრე სინამდვილეში ხართ. თქვენი არაორდინალური პიროვნება და მოსიყვარულე ბუნება ადვილად გაუწევს კონკურენციას თქვენს წინამორბედს. მესამე. თუ გსურთ იხილოთ იგი თქვენს ფერხთ, გამონახეთ რაიმე უჩვეულო ხერხი. ამისათვის არაფრად გამოგადგებათ ქალბატონებს დეკოლტე, ხოლო მამაკაცებს კი მანდილოსნების თვალში ავტორიტეტისა და იმიჯის ასამაღლებლად კოსტუმის ჩაცმას ურჩევნით. მეოთხე. სუნამოს შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ნას-ვნების მომგვრელ სურნელს. მეხუთე. იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ თავისუფლად, წარმოიდგინეთ, რომ შეხვდით ძველ მეგობარს, რომელიც გთვლით მხიარულ, მომხიბლულ ადამიანად. ქალებს. ნუ იჩქარებთ წაისვათ პომადა მყისვე, ყავის მირთმევის შემდეგ. მამაკაცებმა კი კიდევ ერთხელ შეუკვეთეთ დესერტი. საუბარი თქვენს პირად ცხოვრებას შეეხო? არ გირჩევთ მაშინვე ამოიღოთ ჩანთიდან ალბომი თქვენი ყოფილი გმირების ფოტოსურათები. მამაკაცებს კი გირჩევთ დუმილი ოქრო. რა თქმა უნდა, სიყვარულის საკითხი ზეცაში წყდება, თუმცა თუ თვით უზენაესაც მიავიწყდით, ცოდვათ არ ჩაგეთვლებათ საკუთარ თავზე იზრუნოთ და ტელერეცეპტის მიხედვით იმოქმედოთ.